პუტინს უკრაინის ომისთვის მარტის სიგიჟის საშინელი ვერსია ჰქონდა მომზადებული. ახალი შეტევით რუსეთი დონეცკის მეტ ტერიტორიას დაიკავებდა და სამხრეთ უკრაინაში შეიჭრებოდა. მაგრამ რუსეთის გეგმა უკრაინის ომის მოსაგებად ჩაიშალა. უკრაინამ ეს გეგმა ომის დამამთავრებელ მარცხად აქცია, რის შედეგადაც პუტინს მოუწია დამამცირებელი ფაქტის მიღება, რომ მარტის შეტევა, რომელსაც საბოლოო გამარჯვება უნდა მოეტანა, უზარმაზარი მარცხია, რომელიც საერთოდაც არ დაწყებულა. 16 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ საღამოს მიმართა მოსახლეობას. ამ მიმართვაში კარგი ამბავი იყო. ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალისხმევამ და კონტრშეტევებმა 2026 წლის პირველ ორნახევარ თვეში იმდენად ეფექტურად იმუშავა, რომ რუსეთს ყოველგვარი იმედი გადაეწურა, გაზაფხულზე დაგეგმილი შეტევა დაეწყო. მალე განვიხილოთ, რას ცდილობდა რუსეთი ამ შეტევით და რას აკეთებდა უკრაინა მის შესაჩერებლად. პირველ რიგში არის ზელენსკის კომენტარები. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეტევები მუდმივია და იერიშები გრძელდება, მათი ინტენსივობა და მასშტაბი არ შეესაბამება იმ გეგმას, რაც რუსმა სარდალმა რუსეთის ხელმძღვანელობას დაპირდა. აქ ორი დასკვნა. შეჩერებული შეტევა არ ნიშნავს მის არარსებობას, რადგან რუსეთი კვლავ ცდილობს იერიშს. და პუტინის ძალებმა ისევ ვერ შეასრულეს კრემლის მიზნები. პუტინი ამ ყველაფერზე მძვინვარებს და პირიდან ქაფსკრის იმის გამო, თუ რამდენად ეფექტური არ მოჩნდა უკრაინის გაზაფხულის შეტევის შემაკავებელი სტრატეგია, რომ რუსეთს იძულებული გახადა ისევ იმ შეღწევით ტაქტიკებს დაბრუნებოდა, რასაც 2025 წლის განმავლობაში იყენებდა. ზელენსკიმ ეს 16 მარტის მიმართვამდე ერთი დღით ადრე უკრაინაში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. კიევ-პოსტის მიხედვით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა სრულად ვერ შეძლო წინსვლა ჯავშან ტექნიკის გამოყენებით, რის გამოც პუტინმა კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება მცირე შეღწევითი ჯგუფები გაეგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთი ფრონტზე კვლავ ატარებს შეტევებს, რომლებმაც ომის დასაწყისიდან 1,280,000-ზე მეტი მსხვერპლი გამოიწვია. გაზაფხულის კამპანია, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, ამ გაზაფხულზე რუსებისთვის ჩავარდა. მათ ვერ შეძლეს წინსვლა, გამოცხადა ჟურნალისტებს ზელენსკიმ და დაამატა. ისინი ახორციელებენ შეტევით მოქმედებებს, მაგრამ ყველაფერი ერთნაირია. ვერსად ვერ ახერხებენ გარღვევას. ჩვენ წავთ მათ ტექნიკას. რუსეთისთვის არაფერი წავიდა გეგმის მიხედვით. ეს დამწვარი ტექნიკა ახალი გარღვევისთვის იყო. ჯარისკაცები და დივერსანტები, რომლებიც ახლა მასობრივად იღუპებიან უკრაინის დრონებზე დაფუძნებული თავდაცვის გამო, უნდა ყოფილიყვნენ იმ გაზაფხულის შეტევის მთავარი ძალა, რომელიც ყველაფერს შეცვიდა პუტინისთვის. რუსეთი უნდა ყოფილიყო ძლიერი, უკრაინა კი სუსტი და გაზაფხულის ბოლოსთვის რუსეთს ექნებოდა ყველაფერი, რაც უკრაინაში სჭირდებოდა მაქსიმალისტური სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომელსაც პუტინი მშვიდობის მოლაპარაკებების დაწყების დრიდან ცდილობს. უკრაინის ბრწყინვალე კონტრსტრატეგიამ გამოიწვია ეს ზიანი. დაცვით ჩვენთან უნდა გაიგოთ რატო. სანამ განვიხილავთ რა გააკეთა უკრაინამ, ჯერ ვნახოთ რას აპირებდა რუსეთი გაზაფხულზე. ეს უნდა ყოფილიყო მასშტაბური. რუსული შეტევის შესახებ, რომელიც მარტიდან უნდა დაწყებულიყო, საუბრები თებერვლის დასაწყისში გაჩნდა. გავცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავდა 100,000 ჯარისკაცის გაგზავნას უკრაინის აღმოსავლეთ სამხრეთში შეტევისთვის. იდეა იყო, რომ ჯარები, რომლებიც რუსეთს იმ რეგიონებში ყავდა განლაგებული, გაზაფხულზე მოამზადებდნენ ნიადაგს და 100,000 ჯარისკაცი უკრაინის თავდაცვას გაარღვევდა. ზაფხულში კი დიდ ტერიტორიებს დაიკავებდა. ეს იყო ძირითადი აზრი. მარტის შუა რიცხვებში უკვე განიხილებოდა რამდენიმე სცენარი გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევებისთვის. სამხრეთში რუსეთი აპირებდა ზაპოროჟიეს ფრონტზე შეტევას, რითაც შესაძლოა აიძულებდა უკრაინას იქ გადაისროლა ჯარები, რომლებიც სხვა შემთხვევაში დონეცკში რუსული შეტევის შესაჩერებლად იქნებოდა გამოყენებული. რაც შეეხება დონეცკს, ზაპოროჟიეს ამ შეტევას თან უნდა ხლებოდა აღმოსავლეთით შეტევა სლოვიანსკ-კრამატორსკის ღერძზე. პუტინის ძალებს საშუალებას მისცემდა პოზიციები დაეკავებინათ ამ ქალაქებზე და შესაბამისად დონეცკის ციხესიმაგრეების სატყელზე შეტყელზე. ის უნდა დაეცეს თუ რუსეთს სურს საბოლოოდ დაეუფლოს დონბასის რეგიონს, რომელსაც პუტინი წლებია ესტრაფრის. ყველა ეს შეტევა, რომელიც სავარაუდოდ დაგეგმილი იყო გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში, უნდა გაემაგრებინა რუსეთის ჯარებს დნიპროპეტროვსკის ოლქში შეჭრის გზით ბუფერული ზონის შექმნით. ეს რუსეთისთვის ბუფერული ზონის შექმნის საშუალებას მისცემდა ოლექსანდრივსკის ღერძზე, რომელიც დნიპროპეტროვსკსა და ზაპოროჟიეს შორის კვანძია. ამ ბუფერული ზონის არსებობით რუსეთს შეეძლებოდა შეეჩერებინა ნებისმიერი დახმარება, რომელსაც უკრაინა ზაპოროჟიეში ან შესაძლოა დონეცკში დნიპროპეტროვსკის გავლით გაგზავნიდა. გზავნიდა, რითაც უზრუნველყოფდა, რომ ეს რუსეთისთვის საკმაოდ კარგი გეგმაა. უბრალოდ იგნორირებულია ის ფაქტი, რომ უკრაინა არასდროს აპირებდა დანებებას და რუსეთს ამ ხრიკის განხორციელების საშუალებას არ მისცემდა. გეგმა ასევე არ ითვალისწინებდა იმას, რაც თებერვლის დასაწყისში მოხდა და რაც კრემლის სამხედრო სტრატეგებისთვის ყველაფერს ანგრევდა. შეიქმნა თეთრი სია და ილონ მასკმა SpaceX-თან ერთად ღილაკი გადარდა. თვალის დახამხამებაში რუსეთის ძალებმა დაკარგეს წტომა Starlink-ზე, რომელსაც იყენებდნენ იმ არალეგალური ტერმინალების ხელში ჩაგდების გამო, რომლებიც წესით საერთოდ არ უნდა ჰქონოდათ.
Starlink-ის დაკარგვის შემდეგ მთელი რუსეთის ფრონტის მასშტაბით კომუნიკაცია სრულად ჩაიშალა, რაც განსაკუთრებით დნიპროპეტროვსკის რეგიონში ივზნებოდა, სადაც რუსი დივერსანტები სასუწარკვეთით ცდილობდნენ სუსტი კონტროლის შენარჩუნებას ნაცრისფერ ზონებში, ოკუპირებულ უკრაინასა და უკრაინის მიერ მტკიცედ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის. Starlink-ის გათიშვა კატალიზატორი აღმოჩნდა. უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა და ამან რუსეთის საგაზაფხულო შეტევის გეგმები დაახლოებით 1 თვეში ჩაშალა. როცა კონტრშეტევა დაიწყო, ის სწრაფი და დაუნდობელი იყო და მან ხელში ჩაიგდო უზარმაზარი ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის საგაზაფხულო შეტევისთვის საკვანძო უნდა ყოფილიყო. უკრაინამ მტერი უკუაგდო და ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის სოფლები დაიბრუნა. რუსული ჯარების შენაერთები ისე და ისევ ეცემოდნენ ელბისებური კონტრშეტევების შედეგად, ხოლო პუტინის ისედაც სუსტი სადივერსიო ჯგუფები თავქუდმოგლეჯილები დარბოდნენ, როცა მტრისგან თავის დაცვას ცდილობდნენ. ისინი ვერ ხედავდნენ მოახლოებულ საფრთხეს და კავშირი არ ჰქონდათ ერთადერთ ადამიანებთან, ვინც მათ დახმარებას შეძლებდა. 10 მარტისთვის უკრაინამ რუსეთისგან კონტრშეტევის შედეგად 400 კვადრატული კილომეტრი, ანუ 154 კვადრატული მილი ტერიტორია გაათავისუფლა, რაც ყველაზე მასშტაბური 2023 წლის კონტრშეტევის შემდეგ. უკრაინას ამდენი ტერიტორია არ აუღია რუსეთში, კურსკის ოლქში დამამცირებელი კონტრინვაზიის დაწყების შემდეგ. დამაც პუტინს 73,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაუჯდა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების დიდი კონტინგენტი, რომლებიც მან თავისი ტერიტორიის დასაცავად ჩამოიყვანა. უკრაინის 2026 წლის კონტრშეტევა პუტინისთვის არანაკლებ დამამცირებელი იყო. და ეს არ არის ერთადერთი რამ, რასთან ადაპტირებაც რუსეთის ძალებმა სცადეს და ვერ შეძლეს, როცა უკრაინამ რუსეთის საგაზაფხულო გეგმები ჩაშალა. სანამ უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის განზრახულ ბუფერულ ზონას არღვევდა და აბათილებდა იმ მიღწევების უმეტესობას, რაც პუტინის ძალებს სამთლის განმავლობაში დნიპროპეტროვსკის მიმართულებით ჰქონდათ, უკრაინა რუსეთს ზურგში წუტევდა. გთხოვთ ცუდზე არ იფიქროთ, მეგობრებო. ამაში კი იმას გულისხმობთ, რომ უკრაინამ დაიწყო საშუალო მანძილის დრონების გამოყენება, რათა უფრო მეტი დარტყმა მიეყენებინა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ასუსტებდა იმ ტერიტორიებზე არსებულ სარდლობისა და მართვის ცენტრებს, რომლებიც უკვე ისედაც პრობლემებს განიცდიდნენ Starlink-ის გათიშვის გამო. ასეთი დარტყმები როგორც წესი კონცენტრირებულია სამიზნეებზე, რომლებიც საბრძოლო ხაზებიდან 20-დან 120 კილომეტრამდე, ანუ 12-დან 65 მილის მანძილზე მდებარეობს. უკრაინა ადრე უჭირდა ასეთი ტიპის სამიზნეების განადგურება. FPV დრონებს, რომლებიც ფრენენ გამაგრებული დასახლებების სასიკვდილო ზონებში, საჭირო ფრენის სიშორე არ აქვთ. შორი მოქმედების დრონებს შეეძლოთ საშუალო სიშორის სამიზნეებზე დათმა, თუმცა ამისთვის უკრაინას რესურსების გადამისამართებამ მოუწევს ღრმა დარტყმის სტრატეგიიდან, რომელმაც მას რუსეთში ნავთობის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე ზიანის მიყენების საშუალება მისცა. ახლა როცა უკრაინას საშუალო მოქმედების დრონები აქვს ხელთ, შეუძლია ქაოსი გამოიწვიოს საბრძოლო ხაზების მიღმა და ეს მხოლოდ დასაწყისია. მსგავსი შემთხვევები კიდევ ბევრჯერ იქნება. ზელენსკის მიერ რუსეთის გაზაფხულის შეტევის შეჩერების შესახებ ხმაურიანი განცხადებების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინულმა კომპანიამ U-Force-მა წარადგინა თავისი ყასაბი დრონი. თითოეული ასეთი დრონის ღირებულება მხოლოდ 10-დან 12,000 დოლარამდეა. შეუძლია იფრინოს დაახლოებით 200 კილომეტრი ან 124 მილი და მიიტანოს 5.5 კილოგრამიანი, ანუ 12.1 ფუნტიანი საბრძოლო ქობინი მიზანზე. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება არ იყოს მსოფლიოში ყველაზე დიდი საბრძოლო ქობინი, მაგრამ ის სრულიად საკმარისია ჯარის შეკრებების დასაშლელად, პრიმიტიული სადლობისა და მართვის პუნქტების გასანადგურებლად და დრონების ოპერატორთა პოზიციების გასანადგურებლად, ad ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის მთავარი აზრი. ფრონტზე მტრის უკუგდების პარალელურად უკრაინამ რუსეთს ზურგში დაარტყა და გაანადგურა პუტინის ძალებისთვის აუცილებელი მხარდაჭერა იმ ერთადერთ მიმართულებაზე, რომელიც შეტევის საძირკველი უნდა ყოფილიყო გაზაფხულ ზაფხულში. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რასაც ახლა ხედავთ ომში, და აქედან არაფერი ყოფილა პუტინის გეგმაში. ახლა დეტალურად განვიხილავთ და აგიხსნით, რა უფრო ღრმა მიზანი აქვს უკრაინას რუსეთის გაზაფხულისა და ზაფხულის გეგმების ჩაშლისას. მაგრამ ჯერ გეტყვით, რომ სწორედ ესეთ თემებს ვაშუქებთ The Military Show-ში. ჩვენ გაწვით სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. მეტი ანალიზისთვის გამოიწერეთ არხი, რომ მოვლენებს წინ უსწრებდეთ. უკრაინისთვის კონტრშეტევას მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუ ის რუსეთის ჯარების გადაადგილებაზე სერიოზულ გავლენას მოახდენდა. უკვე ვიხილეთ წინააღმდეგობა, მაგრამ წინ კიდევ ბევრია, რაც კიდევ უფრო დაასუსტებს რუსულ შეტევას, რომელიც ამ დროისთვის უკვე უნდა დაწყებულიყო. უკრაინის წინსვლა დნიპროპეტროვსკისკენ არ შეჩერებულა. ომის შესწავლის ინსტიტუტმა 16 მარტის შეფასებაში ეს ნათლად აღნიშნა. უკრაინის კონტრშეტევები ზღუდავს რუსეთის შეტევებს ოლექსანდრიუკის მიმართულებით. და ისინი იმდენად ინტენსიური გახდა, რომ შესაძლოა მალე იმდენად შორს წაიწიონ, რომ საფრთხე შეეუქმნან იმას, რასაც პუტინი ჰულიაპოლის მიმართულებით ცდილობს. უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო ჰულიაპოლის ჩრდილო-დასავლეთით, მიაღწია ჰირკას სტარ-უკრაინგას გარეუბნებს და შეტევითი ძალები შეიყვანა სვაია-ტოპოტრივკაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონტრშეტევა არ შეჩერებულა. ზელენსკის განცხადებები გაზაფხულის შეტევის შეჩერების შესახებ არნიშნავს, რომ უკრაინის ძალები ისვენებენ და უკვე ისე ჩანს, რომ უკრაინა შესაძლოა ნელ-მელად ცდილობს თავად ჰულიაპოლის ალყაში მოქცევას, ალბათ ამ დასახლების გათავისუფლების მიზნითაც. რაც შეეხება რუსეთს, ის იმდენად შენელდა, რომ ჰულიაპოლის მიმართულებით 1.2 კილომეტრის, ანუ 0.64 მილის წინსვლას ახერხებს, იტყობინება ISW.
გაითვალისწინეთ, რომ რუსეთი ყოველდღიურად დაახლოებით 900-დან 1000-მდე ჯარისკაცს კარგავს. ასე რომ ასეთი უნიშნულო წინსვლები ხდება იმ დროს, როცა რუსეთი კვირაში დაახლოებით 7000 ჯარისკაცს კარგავს. თავდასხმა ასე არ უნდა მიმდინარეობდეს. და ამ დანაკარგების მასშტაბი პუტინისთვის კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. ერთზოდ რეზერვები, რომლებიც პუტინმა გაზაფხულის და ზაფხულის შეტევის მხარდასაჭერად შეაგროვა, იხარჯება რუსეთის ცდელობებში უპასუხოს ყველაფერს, რასაც უკრაინა აკეთებს. რუსეთმა დობროპილიადან ჰულიუპოლისკენ გადაისროლა თავისი 55 საზღვაო ქვეითი დივიზიისა და მე-40 საზღვაო ქვეითი ბრიგადის ნაწილები. ამ ბრიგადის ნაწილები და 120 საზღვაო ქვეითი დივიზია იგზავნება ოლექსანდრივკაში, იქ რუსეთის შესუსტებული თავდაცვის გასაძლიერებლად, ისევ დობროპილიიდან. რუსმა სამხედრო ბლოგერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ჰულიუპოლის მიმართულებით 656 მოტომსროლელი პოლკიც განალაგა. ევრომაიდანის პრესის ინფორმაციით, ეს პოლკი 2025 წლის აგვისტოს შემდეგ არ ყოფილა აქტიური. რუსეთი აშკარად ცდილობდა მისი რეზერვში დატოვებას, მაგრამ უკრაინის კონტრშეტევებმა კრემლი აიძულა ემოქმედა. პუტინი იძულებულია გამოიყენოს ჯარისკაცები, რომელთა გამოყენებაც გაზაფხულის შეტევამდე არასდროს ჰქონდა განზახული. ის მათ თავდაცვითად იყენებს და არა შესატევად და პუტინისთვის ყველაზე ცუდია, რომ ეს რეზერვებიც აგებენ. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, პუტინმა იცის, რას ნიშნავს შეტევა ახლა. ეს არ უნდა იყოს გეგმა, სადაც რუსეთი კარგავს უზარმაზარ ტერიტორიებს, წყვეტს შეტევებს, ამ სამოწურავს რეზერვებს და გადადის შეღწევს ტაქტიკაზე, როცა თავიდან უნდა შექმნილიყო მექანიზებული იერიშის საფუძველი ჯავშან ტექნიკის გამოყენებით. ბოლო თვეები კატასტროფული იყო რუსეთისთვის, თუმცა უკრაინისთვის ისინი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ საბრძოლო წარმატებებსა და რუსეთის გეგმის ჩაშლას. ზელენსკიმ ეს რუსეთის გაზაფხულის გეგმების ჩაშლაზე საუბრისას თქვა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ძალა ფრონტზე არის აბსოლუტურად ყველა უკრაინული პოზიციის ძალა. ჩვენი კომუნიკაცია მსოფლიოსთან, ჩვენი დიპლომატია და მსოფლიოს უნარი, რომ ჩვენს გვერდით იდგეს, რაც არ უნდა იყოს გამოწვევები, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მთავარი ფრაზაა ჩვენი კომუნიკაცია მსოფლიოსთან. ზელენსკი აქ ამბობს, რომ რუსული ნარატივის გაქარწყლება თითქოს უკრაინა 4 წლიანი ომის შემდეგ დამარცხების ზღვარზეა. ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთის ჩამოშლილი გეგმები და გათავისუფლებული ტერიტორიები. პუტინი ამ ნარატივს განსაკუთრებით ავრცელებს, როცა რუსეთ-უკრაინის მშვიდობის მოლაპარაკებები იგეგმება. ეს კოგნიტური ომია. პუტინი უკრაინაში რუსული წარმატებების გადაჭარბებით წარმოჩენას იყენებს, რათა რუსეთი დაუმარცხებელ ძალად წარმოაჩინოს, რომელსაც უკრაინა ვერ გაუწევს წინააღმდეგობას. 4 წლიანი ბრძოლის მიუხედავად ზოგი კვლავ რისკის ქვეშაა, რომ პუტინის ცრუ ნარატივს აყვეს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მერყეობდა უკრაინისა და რუსეთის მხარდაჭერას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს და ერთ დროს ამტკიცებდა, რომ უკრაინის ომში ყველა ბერკეტი რუსეთის ხელში იყო. ასეთი განცხადება პუტინისთვის სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა, რადგან მას შესაძლებლობას აძლევდა თავისი ნარატივი კიდევ უფრო გაეღმავებინა. რუსეთს მაინც მეტი ხალხი, ტექნიკა და ძალა აქვს, 1.28 მილიონი რუსული დანაკარგის მიუხედავად. პუტინი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები გარდიგარდაულად შესრულდება. როცა მას შეუძლია ხალხის დარწმუნება გზავნილის სისწორეში, რუსეთი იღებს უპირატესობას მოლაპარაკებებში და მუდმივად მოითხოვს უკრაინისგან დონბასის დათმობას. როგორია საუკეთესო გზა, რომ ეს ნარატივი გააბათილო? რუსეთის საგაზაფხულო შეტევა უნდა ჩაშალო მანამ, სანამ ის დაიწყება. ეს სწორედ ისაა, რაც უკრაინამ გააკეთა 2026 წლის პირველ ნაწილში. ტრამპი და აშშ კვლავ მშვიდობაზე საუბრობენ. ბოლოა და ტრამპისგან ახლა 2026 წლის ივნისია. უკრაინამ კი დაებრუნებული ტერიტორიები დაასახელა. რუსეთის საგაზაფხულო შეტევის კრახი სხვა ამბავს ხვება, ვიდრე პუტინის ნათქვამი. როგორ იწყებს ჩამოშლილი არმია ბოლო 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდ კონტრშეტევას და რატომ შეიძლება რუსეთის გეგმები ვერ შესრულდეს, თუ უკრაინა სუსტია? ეს კითხვებია, რომის დასმასაც უკრაინა აიძულებს ყველას, ვინც პუტინის რიტორიკას უსმენს და ის ფაქტი, რომ უკრაინას ამის გაკეთება შეუძლია, უკიდურესად მნიშვნელოვანია. ისე მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება სწორედ ეს გადაარჩენს უკრაინას იმ აუცილებლობისგან, რომ მშვიდობის შეთანხმებაში ტერიტორია დათმოს, რაც პუტინს მისი აგრესიისა და რუსეთის მუდმივი სამხედრო შეცდომების გამო დააჯილდოებს. ჩვენ ვერ უგულებელყოფთ ამის დროს. უკრაინის მიერ ტერიტორიების გათავისუფლების დიდი ნაწილი მაშინ მოხდა, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის იწყებოდა. ის მოლაპარაკებები საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა. რუსეთი როგორც ყოველთვის ართმობს თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის ნარატივი ინგრევა. უკრაინის კონტრშეტევების დრო მის მიერ გათავისუფლებული 400 კვადრატული კილომეტრი და კიდევ უფრო მეტი ტერიტორია თითქმის სიმბოლური გახადა. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიას ძალიან პრაქტიკული მიზანი ჰქონდა და ეხმარა უკრაინას, რომ რუსეთის მარტის შეტევა აბსოლუტურ მარცხად ექცია, მაგრამ გზავნილი მარტივია. აი რას აკეთებს უკრაინა დამოუკიდებლად. დაფიქრდით, რას შეძლებს თუ მეტი მხარდაჭერა ექნება პარტნიორებისგან, რომელთაც ჯერათ, რომ მას რუსეთის დამარცხება შეუძლია. ზელენსკი ამ თემაზე პირდაპირ იყო. იმავე მიმართვაში, სადაც მან რუსეთის შეტევის წარუმატებლობაზე ისაუბრა, ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა და დამატებითი სანქციები სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ, რათა წინსვლა და თავდაცვა შეძლოს, პარალელურად კი რუსეთის არმია გამოფიტოს.
ზუსტად ამიტომაა მნიშვნელოვანი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მხარდაჭერის პაკეტები მნიშვნელოვანია და ევროპული გადაწყვეტილებები, მათ შორის უკვე მიღებული 80 მილიარდი ევროს დახმარება უნდა ამოქმედდეს. ევროპის სიტყვა უნდა ამოქმედდეს, რათა დიპლომატიური სიტუაციისა და მსოფლიოში არსებული ნებისმიერი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენი რეგიონები მზად იყვნენ შემდეგი ზამთრისთვის ისე, როგორც გასულმა ზამთარმა გვასწავლა, განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ რუსეთის გაზაფხულისა და ზაფხულის გეგმებს. გათვალისწინებულია 2026 წლის ბოლო და კიდევ ერთი მძიმე ზამთარი. ზელენსკის უნდა რომ მსოფლიო ახლა მოისმინოს უკრაინის ბრძოლისა და გამარჯვების შესახებ. ოპერაცია ეპიკური რისხვა. უკრაინის ომიდან ყურადღება გადააქვს და შესაძლოა უკრაინის მხარდაჭერის საჭიროება დაჩრდილოს. ეს არ უნდა დაუშვოთ. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის გეგმები ომის დამსულებელ მარცხად აქციოს და ყურადღება შეინარჩუნოს. ირანის კონფლიქტმა მომავალში უკრაინას შეიძლება დახმარება გაუწიოს, რადგან სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის დრონების წინააღმდეგ ბრძოლის გზებს ეძებენ, რაშიც უკრაინას შეიძლება დახმარება შესძლოს. მაგრამ მომავალი ახლა არ არის და ისაც უკრაინას სჭირდება რომ სოფლიომ გააცნობიეროს აწმყოში, არის ის რომ რუსეთის გეგმები ნანგრევებადაა აქცეული. უკრაინის ინიციატივა და მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს, რომ რუსეთის 2026 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში შეტევა ისე წარუმატებლად დასრულდეს, როგორც 2025 წლის შეტევა. უკრაინამ სრულმასშტაბიანი შეტევით ბრძოლის ველი შეცვალა, მომავალშიც ბევრი მოსალოდნელია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დერუსიფიკაცია უკვე დაიწყო და ეს ომზე დიდ გავლენას მოახდენს. იხილებთ ჩვენი ვიდეო თუ გსურთ დეტალურად გაიგოთ უკრაინის შეტევისა და მისი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ყოველთვის იხილოთ The Military Show-ს უახლესი ანალიზები. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.